მოგესალმებით, მეგობრებო. Კარმული კვანძების განხილვა გვაქვს დღევანდელ ვიდეოში, ქალწული თევზების ღერძზე და მე-12 სახლების ღერძზე. ეხლა თვითონ გასაგებია რომ კარმული კვანძები არ არის ყველაფერი რუკაში, ძალიან უამრავი, ძალიან ბევრი დეტალი არის რუკაში და არის მნიშვნელოვანი როგორც სინთეზური ანალიზი, ასევე ფსიქოლოგიური გაცნობიერება ამ რუკის. ადრეც ბევრ ვიდეოებში ვამბობ ხოლმე რომ შეიძლება ზუსტად ქალწულურად კონდეს ადამიანს ესე დახარისხებული ყველაფერი მთელ რუკაში. ეს ამ ასპექტთან არის დაკავშირებული ის, მაგრამ შიგნით არ კონდეს შეტანილი, ხო, ფსიქოლოგიურად არ კონდეს გაცნობიერებული. საკუთარ თავში არ კონდეს ეს გაშლილი. აი, ეს თევზური თემა არის უკვე, როცა ფსიქოლოგიურად შლით, ამ დეტალურ ესეთ მათემატიკურ ინფორმაციებს და როდესაც არის ხოლმე, აი, თუნდაც ვსაუბრობთ, ხო, აი, ქალწულის ღერძი ან თევზის ღერძი, ძალიან მნიშვნელოვანი არის გავაერთიანოთ, მეგობრებო. არ აქვს მნიშვნელობა დაღმავალი ყავდა თევზი ადამიანს თუ დაღმავალი ქალწული. ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთოდ კარმულ კვანძებში გავაერთიანოთ ღერძები. დაღმავალი ეს არ არის ენერგია, რომ საერთოდ უნდა ჩავკეტოთ, ეს არის ის ენერგია, რომელიც არის ბაზა ჩვენი და უნდა გამოვიყენოთ აღმავალზე სვლისთვის. და მერე ხდება ამ ყველაფრის გაერთიანება. ახლა აგეხსნით, ჯერ ცალკე უნდა ავხსნა რა არის ქალწულის ენერგია და მე-6 სახლის და თევზების და მე-12 სახლის და მერე ვისწავლით ამის სინთეზს, ამის გაერთიანებას. ახლა მნიშვნელოვანი არის, ახლა ვიღაცას აღმავალი ქალწულში ყავს მაგალითად და მე-11 სახლში. ეს უკვე მე-11 სახლი იქ შეგძლიათ ნახოთ მერწყული ლომის ღერძზე, სადაც საუბრობთ და მერე ამათი გაერთიანება ისწავლოთ, ხო, სინთეზი ისწავლოთ. ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე აი ეს კვანძი მაქვს, მაგრამ ამ სახლში და როგორ გავიგო, სინთეზი უნდა ისწავლოთ. ეს ინფორმაცია დაადეთ ერთმანეთს, შემდეგ გააცნობიერეთ შინაგანად. ეს ინფორმაციები როგორ იჭერთ, ანუ ასტროლოგიის აზროვნება ცოტა სხვანაირად მუშაობს. აი სინთეზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ვადებთ ერთს, მეორეს, მესამეს, მეოთხეს და მთლიანობაში ვხედავთ ამ კომბინაციებს, ხო? ეხლა ამიტომ აქვს ხოლმე, ეხლა მაგალითად მექნება აპრილის დასაწყისში კარმული კომბინაციების გაცნობიერების ტრენინგი, ჯგუფური ტრენინგი, იქ ძალიან ცოტა ადამიანი იქნება მხოლოდ და ზუსტად ამისთვის მაქვს ესეთი ტრენინგები, რომ ერთი არის რუკას უყურებ, გასაგებია ფორმულები, მაგრამ რამდენად აცნობიერებს ადამიანი ამ ფორმულებს საკუთარ თავში. აი ესეთი ტრენინგები, რასაც ვაკეთებ ხოლმე, ეს ჩემი მიზანი ეს არის, ზუსტად ფსიქოლოგიურად მოახდინოს შეხება ადამიანმა. ზოგს არ გამოსდის პირველივე ესეთ ტრენინგს არ გულისხმობ, აი, თუნდაც რუკაზე მოდიან პირადად ჩემთან, ხო, ზოგს არ გამოსდის ეგრევე გაცნობიერება ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც და მაგისთვის ჩანაწერი აქვთ, ჩვენ რასაც გავდივართ რუკაში, ეს ყოველთვის ჩანაწერზეც აქვთ ხოლმე, რომ შემდეგ ნენელა კიდე შეეხოს ადამიანი და კიდე დრო ჭირდება, ზოგს დრო ჭირდება. ზოგს ფიქრი ჭირდება, ზოგს უბრალოდ ეგრევე ხდება, ხო, აი ესე რომ ამბობთ ხოლმე, რომ ჰაერში იჭერს ადამიანი ინფორმაციას, რა ვთქვი. ჰაერში იჭერს ინფორმაციას, ხო? და ყველასთან ინდივიდუალურია. ამიტომ წერ ვიდეოს, ვისთვის როგორ იქნება, ეს არ ვიცი, გაძლევთ ინფორმაციას და თქვენ როგორ გამოიყენებთ ამას, ეს უკვე თქვენი არის. და ახსნე ახლა რა არის ქალწულის ღერძი და თევზების ღერძი. პირველ რიგში ქალწულის ენერგიას მართავს მერკური, გონების მმართველი პლანეტა. და ეს არის ტყუპისთვის დამახასიათებელი ენერგია. ხო, აქ ცოტა მერკური სხვანაირად მუშაობს. ეს არის, როცა დეტალებზე შეუძლია ადამიანს ორიენტირება ძალიან. თუ არის აღმავალი კარმული კვანძი, ეს არის, როდესაც ადამიანს მოსწონს დეტალებზე ორიენტირება, მოსწონს სისტემის ნაწილი იყოს, ქალწული ეს არის სისტემის ნაწილი, როცა ვართ. როგორც შეიძლება ფიზიკურად სისტემის ნაწილი, მაგალითად, როცა ჩვენ ვემსახურებით რაღაც სისტემას, ხო, აი მუშაკი, რომელიც სამსახურში სულ დადის, სულ უამრავი სამსახურია გამოსვლილი, ძალიან ესეთი დიდი სივიც შეიძლება კონდეს მუშაობის, ეს ტიპიური აღმავალი ქალწულის ისტორია ხოლმე და ეხსნებათ ვიცით რომ აღმავალი კარმული კვანძის ენერგეტიკა ეს იუპიტერიანული სტილი არის, ეს არის გაფართოება დიდი და
აფართოვებს ამ გზას, ხო, აი ქალწულის ენერგიასთან. ქალწული არის კავშირში სისტემებთან, აწყობასთან სისტემის, წვრილმანებთან და წვრილმანების აწყობასთან. მაგალითად, აი ხლა მანქანებთან როცა ვმუშაობთ, იუპიტერი ქალწულები, აღმავალი ქალწულები ძალიან ისეთი აქტიური ისტორია არის, დეტალებისგან, აი მაგალითად დაშალონ სისტემა და მე აწყონ თავით. ეს შეიძლება დიდ კორპორაციებთან იყოს კავშირი, სისტემების აწყობა შეიძლება ძალიან მარტივ დონეზე, უბრალოდ ადამიანს უყვარდეს რაღაც დოკუმენტის შედგენა, სადაც დეტალები უნდა გაწეროს, სადაც დეტალებზე უნდა იყოს ორიენტირებული. შეიძლება საბუთებთან კონდეს ადამიანს კავშირი, მე-6 სახლიც მაგდაგვარი არის, რო იცოდეთ, როცა უნდა ყოველ დეტალს დავარკვირდეთ. ყოველ წვრილმას დავაკვირდეთ. და თან ეს დეტალები უნდა იყოს ძალიან პრაქტიკული, ის რაღაც ფილოსოფიური დეტალები კი არ უნდა იყოს. ეხლა ამას გრძნობ თუ იმას გრძნობ, უნდა იყოს აი ძალიან პრაქტიკული დეტალი. მიწასთან მყარად უნდა იდგეს ადამიანი. როგორც წესი, აღმავალ ქალწულებს ეს პრობლემა აქვთ, იმიტომ რომ აქვთ დაღმავალი თევზებში, ხო? ავტომატურად. და თევზები რა არის? ეს არის ქაოსი. ეს არის ბლარი ცოტა. ეს არის რომ ზედმეტად, მაგალითად კარმოლასტროლოგიაში ზედმეტად ცხოვრობდა ადამიანი ემოციებით. ზედმეტად განრიდებული იყო სისტემებისგან, თავისი სისტემა ჰქონდა. ან მიყვებოდა დინებას, ხო? აი უბრალოდ ქაოსურ დინებაში მიდიოდა. ეს შეგვიძლია პოზიტიურადაც ავიღოთ, როცა ადამიანი ან მაგალითად სულიერი მოღვაწე იყო, ან ბერი იყო, ან განდგომილი იყო, ან მონაზონი იყო სიტყვაზე, ხო? ანუ რელიგიურობა სულიერებას ზედმეტად ბევრ დროს უთმობდა. ან მაგალითად ცხოვრობდა ძალიან დიდ სიყვარულში. თევზები არის მეგობრებო სიყვარულთან ძალიან დიდ კავშირში, იმიტომ რომ ვენერას უმაღლესი ოქტავა არის ნეპტუნი მართავს თევზებს. შესაბამისად, აი სიყვარულის ენერგეტიკა ძალიან ახლოს არის თევზებთან. შესაბამისად, აქ იმას არ გულისხმობ, რომ სიყვარული შეყვარებულთან ან ქმართან. აი ზოგადად მის გარშემო რაღაც სულიერი მშვიდი ისეთი გარემოცვა იყო. არ არის აქ აუცილებლობა, ეს ზოგადად გულისხმობთ თან მათში ძდევს, იცით? აი ეს თანაგრძნობის უნარი, სიყვარულის უნარი, მაგალითად ბუნების მიმართ, მაგალითად ცხოვრების მიმართ, ხო ზოგადად, ან სულიერი არსებების მიმართ. ანუ დაღმავალ თევზებში კარგ ვარიანტს გვეუბნებით, დევს აი ეს რაღაც შინაგანი კონტაქტი გარე სამყაროსთან და რაც თავარია შინაგანთანაც, აი სულიერი კუთხით. მაგრამ მათ დააკლდათ უკვე სისტემურობა. მათ დააკლდათ შინაგანად, იყვნენ დაკავებულები, იყვნენ სისტემაში, იყვნენ ცხოვრების ორომტრიალში ჩართულები. თევზი მაინც არის იზოლაცია, თევზი არის რაღაც განდგომილობა. შეიძლება ცხოვრებისგან განდგომილი იყო ადამიანი და აი მაგალითად ოჯახზე ზრუნავდა მარტო და თავის სამყაროში იყო ჩაკეტილი. არ ქონდა რეჟიმი, მაგალითად, ну ვიცი რომ დღეს სახლი უნდა დავალაგო, ოჯახს მივხედო, ბოსტანს მოუარო, მაგრამ ეს სისტემურად არ იყო. ეს აი ეს სულიერად უფრო ვტკბებოდი ამ ყველაფერში, ხო? შესაბამისად ადამიანს აქვს ის განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი დაკარგა, მნიშვნელოვანი აკლია, უნდა დაიმატოს თითქოს აბსოლუტურად უკვე სხვა ენერგია და ქალწული ეს უკვე სისტემურობა არის, ეს მიწაზე მყარა დგომა არის. აი იმ ბურუსიდან ან განრიდებიდან უნდა გამოვიდეს ადამიანი. ხშირად ქონია დაღმავალ თევზებთან, ეხლა მე პირიქით დაღმავალი კარმული კვანძი მე-6 სახლში მყავს ქალწულურ ენერგიაში. და მე ვარ აი ძალიან მიუხედავად ჩემი ეზოთერულ სფეროში ყოფნისა, მაინც ძალიან ისეთი პრაქტიკული და პრაგმატული ტიპი ვარ საქმეში. აი ეს რო განრიდება, რო უცებ სადღაც გავიდე და აი გადავერთო თემიდან თემაზე, ეს არ მახასიათებს. აი ხშირად ქონიათ დაღმავალ თევზებთან რომ ქონია საუბარი, ეს ადრეც თქვი ერთ-ერთ ვიდეოში მე მგონი, რომ აი ვლაპარაკოთ რაღაც საქმეზე, ხო, კონკრეტული ისეთი მოსაგვარებელი არის, კონკრეტული პრობლემა, ხო? და აი იწყებენ ლაპარაკზე სადღაც გადიან, იქ სხვა რაღაცაზე იწყებენ საუბარს, იქ მერე აი თითქოს აკლიათ ეს პრაგმატულობა, რაც დაღმავალ ქალწულებთან ეს არ ხდება. პირიქით. დაღმავალ ქალწულმა ზუსტად ის რას მოკიდოს ხელი, ემოციების გარეშე, განრიდების გარეშე, დროის კარგვის გარეშე, რაც თავარი, იმიტომ რომ თევზები რა არის? ეს არის როცა დროში ვარ დაკარგული, როცა
დროს არ ვცემ პატივს, ვერც გრძნობ დროს. მაგალითად, როცა რაღაცები მაგასაკეთებელი სამსახურში სისტემა არის ასაწყობი და აი შეიძლება ვერ მივხვდი, აი როგორ გითხრათ, იცით, აი დროის აღქმა არ მქონდეს. აი ეს დაღმავალ თევზებს და მე-12-ის დაღმავალ მე-12 სახლებს ხშირად ახასიათებს. აი დროის აღქმა არ იყოს. აი წაიყვანოს დროში, მიუხედავად იმისა, რომ დაღმავალ ქალწულს ზუსტად იცის 5 წუთი დახარჯა, 4 წუთი დახარჯა, ანუ აი ესეთი მათემატიკური აზროვნება აქვს ცხოვრების მიმართ. აი თევზებს ეს მაინც აკლიათ. და თითქოს ძალიან ბევრი მუშაობა უწევთ, რომ უფრო პრაქტიკული მიწიერი გახდნენ, უფრო დროის აღქმა იცოდნენ, უფრო სისტემაში ცხოვრება ისწავლონ. ეს შეიძლება მენტალურად იყოს, შეიძლება ფსიქოლოგიურ დონეზე იყოს, შეიძლება პრაქტიკულად იყოს, ხო? როცა მუშაობს ადამიანი მაგალითად ქარხანაში, სადაც აი რუტინული სამუშაო არის გასაკეთებელი. ჩემი გადასახედიდან, ჩემი პრაქტიკით უფრო რაღაცა ისეთ სამუშაოებში არიან, აი რუტინა რო არის გასაკეთებელი. ხშირად გაურბიან, ხა მთელ რუკას გაჩნია, მან ზოგს ახლა ისეთი კომბინაციები შეიძლება კონდეს, რომ ვითომ სულ მუშაობს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს პრაქტიკულობა აკლია. აქ ვამბობთ, აი წინა ვიდეოებშიც მქონდა საუბარი, როცა დაღმავალი ხელს გვიშლის აღმავალის შესრულებაში, ხო? ესე ვერ შევდივართ ბოლომდე აღმავალში, იმიტომ რომ შეიძლება დაღმავალში ვიჯდეთ. მაინც ცოტა ქაოსურობა არის შინაგანად, მაინც ზედმეტი განრიდება და ამ დროს ძალიან კარგად არიან, როდესაც ჯგუფთან მუშაობენ, სისტემაში მუშაობენ, სამსახური როცა აქვთ ბედნიერად გრძნობენ თავს. აი ეს არის აღმავალი ქალწულის ენერგია. პლუს აქვთ პრობლემა, რომ ჯანმრთელობას არ უვლიდნენ წინა ცხოვრებაში, ესე ვამბობთ ხოლმე კარმულად, დაღმავალი თევზები, ეს არის ქაოსი, ეს არის აი სადღაც სხვაგან ცხოვრობ და რეჟიმი არ მაქვს, პრაქტიკულობა არ მაქვს. და ხშირად შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გქონდეთ. რადგან, აი, როგორც იძულებასავით არის ხოლმე, რომ მიხედონ ჯანმრთელობას. ან იძულება, რომ არა გაქვს ფინანსები და გიწევს მუშაობა და არავინ არ გაძლევს ამ ფინანსებს. ან არ გაქვს ისეთი სამსახური, საიდანაც შეიძლება მარტივად გამოიმუშაო ფული, ხო? ანუ კარმული კვანძები ეს გარკვეულწილად ცხოვრების ენერგიას გვიხსნის დასაბალანსებლად. ანუ ისეთი სიტუაციები გვეძლევა ცხოვრებაში, რომელიც დაგვამუშავებინებს ჩვენ პრობლემებს, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გავაცნობიეროთ ხოლმე რატო ხდება. თუ არ აქვს სამსახური ადამიანს, ესე იგი იქ ან არ შრომობდა, ან არასწორად შრომობდა, ან სისტემა არ იყო და უკვე საჭიროებს გადავიდეს უკვე სისტემურ სამსახურში, სადაც აი მართლა სერიოზული შრომა ექნება. ეს შაბლონს გიყვებით, როგორც წერია, თუმცა ჩემ ცხოვრებაშიც, გამოცდილებაშიც ამას ვხედავ ხოლმე ამ კვანძებზე. ჯანმრთელობის პრობლემები ეს პირველი, იმიტომ რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს სწორი კვება, უნდა ისწავლოს ისეთ, აი ეს სწორი კვება ცოტა შაბლონი არის. სწორ კვებას უფრო გულისხმობ დაკვირვებულები რო ვართ, ქაოსში კი არა ვართ, აი დაკვირვებული იქ საჭირო არის მაგალითად ხანდახან ვარჯიში, ხანდახან ჯანმრთელობას მივხედოთ, ზოგადად ფონს მივხედოთ, ხო? ჯანსაღი ცხოვრების სტილი მაგალითად, რაც დაღმავალ თევზებს მაინც ეს არ ახასიათებთ. მნიშვნელოვანი არის, აი მამნეჩვევებისგან ცოტა გათავისუფლდნენ, სასმელი უყვართ ხშირად დაღმავალ თევზებს, ეს თევზური რაღაცა იმ ბურუსში, გაბრუებაში, დამოკიდებულებებში ხშირად ვარდებიან. ზოგადად ეს კვანძი არ აქვს მნიშვნელობა დაღმავალი სად არის, აღმავალი სად არის. ეს კვანძი დამოკიდებულებებთან ძალიან ხშირად შეიმჩნევა. შეიძლება იყოს წამლებზე დამოკიდებულება, ჩვევებზე დამოკიდებულება, სიგარეტის სასმელი მაგალითად, შეიძლება კონდეს ფსიქოლოგიური დამოკიდებულებები რაღაცეებზე. ვიღაცეებზე შეიძლება, ხო? ამ კვანძს ზოგადად ეს ახასიათებს. თევზი არის ცოტა ფანატიზმი, ცოტა აი შინაგან ხასიათში ფანატიზმი რა შეიძლება იყოს, როდესაც
მაგალითად ადამიანს აი რაღაც ის ამაღლების ის კონტეს რო აი რაღაც ძალიან უნდა უყვარდეს, ძალიან სულიერია, ძალიან რელიგიურია, ან პირიქით ჩაკეტოს საერთოდ ეს რელიგიურობა. მაგალითად ჰოკინგი, მეცნიერი, მას დაღმავალი თევზებში ყავდა, აღმავალი ქალწულში შესაბამისად და საერთოდ არ იყო რელიგიური, ათეისტი იყო. სინამდვილეში ეს ათეიზმი კი არ არის, სინამდვილეში ეს არის, როდესაც აღმავალი მთლიანად კეტავს დაღმავალ რესურსებს, თუმცა ის შემოქმედებითი პოტენციალი თევზური მაინც ყოველთვის მოყვებათ. თევზები შემოქმედებასთან არის, აი სისტემის მიღმა მუშაობენ ხშირად, ხომ? და შეუძლიათ რაღაც ისეთი აღმოჩენებიც გააკეთონ სამეცნიერო კუთხით, იმიტომ რომ აი ეს ლავირება შინაგანი სისტემის მიღმა ლავირება შეიძლება კონდეს კარგად გამომუშავებული კარმულად ადამიანს. ნეგატიური კუთხით ცოტა აფერისტობაც არის. ზოგჯერ ძალიან ისეთი აფერისტი კვანძს ვეძახი. ესე რო უცინია, კი, ვაიმე კი და ყველას რო ერგებიან და კი შე როგორც გინდა და არ ავლენენ, რას ფიქრობენ სინამდვილეში, რას გრძნობენ სინამდვილეში. მორგება არის თევზური ენერგია ყველაფერს, აი გარემოს რომ მოერგები, სიტუაციებს რომ მოერგები, არ ამბობ მაინც რაღაცებს, ხო? დამალვა აქ მივდივართ თევზურ, როცა ჩვენ რაღაცებს მალავთ, როცა დაფარული გვაქვს რაღაც და შესაბამისად საიდუმლოსაც ძალიან კარგად ფლობენ ხოლმე, რამე რო იყოს, ან საკუთარ თავზე აქვთ რაღაც საიდუმლო, ან გარემოზე საიდუმლო, იმიტომ რომ აი ეს დამალვა, დაფარვა წინა ცხოვრებებიდან ლავირება კარგად წამოიღო როგორც რესურსი. მსგავსი შეგვიძლია ვთქვათ მე-12 სახლზეც, ოღონდ მე-12 სახლი ცოტა უფრო სხვანაირად მუშაობს, ეს უფრო მუშაობს პირდაპირ სფეროზე. სფერო ეს არის მე-12 სახლი მაგალითად ადამიანს უწევდეს დაღმავალი მე-12 სახლის შემთხვევაში, აი ფიზიკური იზოლაცია. აი ჩაკეტილი არის ადამიანი, არ გამოდის. აი შენთან არის გელაპარაკება, მაგრამ სხვაგან არის. ეს მაინც დაღმავალ თევზს შეიძლება არ კონდეს, იმიტომ რომ იქ სახლს მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე-12 სახლი უფრო ეს არის შინაგანად აქ ჩაკეტილობის განცდა ადამიანს, აი როცა სისტემაში კი არა გარეთ არ გამოდის, ხო მე-12 სახლი ეს არის აი რომ ჩემს უკან ენერგია, ხო პირველი სახლი მე ვარ, ჩემს უკან ენერგია. თითქოს რაღაცა არის ისეთი, რომ შინაგანად მბოჭავს. იმიგრაცია პირდაპირ მე-12 სახლი არის. თუმცა თევზები ზოგადად აჩვენებს ხოლმე აღმავალი თევზები ძალიან ხშირად არიან უცხოეთში, იმიტომ რომ სხვა მიწები, უცხო მიწები, შორი ადგილები ეს მე-12 სახლის ენერგია არის. დაღმავალი თევზი შეიძლება მაინც წავიდეს უცხოეთში, მაგრამ დაღმავალ მე-12 სახლელებს თითქოს დიდად ინტერესი აღარ აქვთ. თუმცა ეს არ ნიშნავს აუცილებლობას, რომ მას ემიგრაციის ან უცხოეთის კომბინაცია ჩაკეტილი აქვს. მაგრამ რაღაც შინაგანი ფარული ჩაკეტილობა ეს მაინც ახასიათებს დაღმავალ მე-12 სახლელს. ეხლა თვითონ რაც არის მნიშვნელოვანი მე-12 სახლში დაღმავალი, ხომ? იგივე თითქმის, რაც თევზებზე ვილაპარაკეთ, ოღონდ პირდაპირ სფეროში. სფერო რა არის მე-12 სახლის? ეს არის, შინაგანი ჩაკეტილობა, რაც ვთქვით. ეს არის საავადმყოფოები, მე-12 სახლი არის სხვათა შორის. ის თვით იზოლაცია, ფსიქოლოგიური და ფიზიკურიც იგივე მე-12 სახლი არის. შეიძლება ადამიანი მუშაობდეს ტელევიზიაში ან სარეკლამო სფეროში და სარეკლამო რას გულისხმობს, რაც მე-12 სახლი არის რაღაც ეკრანიდან რომ მუშაობთ, ონლაინ რომ მუშაობთ, ხო? რომელიც თევზებს შეიძლება მთლად ესე გამოხატული არ ქონდეს, მაგრამ მე-12 სახლი ეს არის ონლაინ მუშაობა, ეკრანი, აი სადღაც შორს რო ვარ და სადღაც შორიდან რო ვიკონტაქტები ადამიანს. აქაც არ ნიშნავს, რომ ეს უნდა გავაუქმოთ, რა თქმა უნდა, ეს დაღმავალის ბაზა არის და შეუძლია ადამიანს აი მაგალითად ხელოვნების სფეროშიც, როცა რაღაც დიზაინს ვქმნი, ხო, წარმოსახვით დიზაინს ვქმნი, წარმოსახვითი ენერგია აქვს ძალიან ძლიერად გამოვლენილი და შეიძლება სფეროშიც ჩართოს ხოლმე ეს ენერგია. აი ახლა რაც შეეხება თვითონ დაღმავალი ქალწული, აქ პირიქით არის ადამიანი სისტემურად აზროვნებს, სისტემაში არის ძალიან შემოსული და თითქოს ნელა ეკეტება სამსახურები, ან სამსახურები არის უფრო უცხოეთში, ემიგრაციაში, ან სხვა მხარეს. შეიძლება ადამიანს კონდეს ინტერესი ფსიქოლოგიის.
აი დაღმავალი ქალწული თუ ძალიან მოწესრიგებული არის სისტემაში შეუძლია ყოფნა დაჟე ხელმძღვანელ პირებთან იყოს აი როგორც მდივანი რასაც ქვია ხო რომ აი ყველაფერი მაქვს გაწერილი მაგრამ ნენელა უნდა გადავიდეს შემოქმედებით კუთხით აი აქ უკვე საპირისპირო ენერგია ის აღარ უნდა იყოს რიგითი აი აღმავალი ქალწულები თუ მაინც აი მთლიან სისტემას რაც არ უნდა შევხედოთ აი ლიდერობა რასაც ქვია თუნდაც იუპიტერი ლომი ყავდეს ან იუპიტერი ვერძი აღმავალ ქალწულს მაინც დაქირავებული სისტემის მუშაკად განვიხილავთ ხოლმე როცა შეიძლება მაღალ თანამდებობასაც მიაღწიოს მაგრამ მაინც სისტემაში ის აი თევზები აღმავალი პირიქით გამოდიან უკვე სისტემიდან ნენელა და თავის სისტემას ქმნიან საერთოდ თვითონ ფილოსოფიური არსი რო აგიხსნათ ამ ღერძის ხო ქალწული არის როცა აღმავალი მეექვსე სახლიც ესე არის წესი ესე უნდა ვიცხოვროთ უნდა დაოჯახდე სამსახური უნდა მქონდეს ესე აი რაც საზოგადოებისგან სოციუმისგან მოცემული ნორმები არის აი თევზი არის ამ ნორმიდან რო ნენელა ამოვიდეს ადამიანი და მოусმინოს არა სისტემებს არამედ საკუთარ თავს და აქ ვაწყდებით ხოლმე ხშირად აღმავალ თევზებში შეიძლება ნერვოზული ფონი ქონდეს აღმავალ კირჩხიბსაც აქვს ხოლმე სერიოზული ნერვოზული ფონი ან ფსიქოლოგიური პრობლემები ოღონდ ახლა აქ რაღაც მწვავე ფსიქოლოგიას არ ვიძახით უფრო ვიძახით აქ აი რაღაც ძალიან რომ აწუხებ ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს ოღონდ ეს უკვე ფსიქოსომატიკური არის და სიამტვილეში აქ უკვე ექიმი იმდენად არ დაგვეხმარება როგორც ფსიქოლოგი როგორც ფსიქოლოგიური განათლება პლუს პრეპარატებიც არის ოღონდ ფსიქოტროპული სიტყვაზე აღმავალი თევზების შემთხვევაში ვალერიანები და ესეთი რაღაცეებიც რომელიც რაღაც უკვე ემოციურ დამშვიდებაზე არის ორიენტირებული ეს უკვე თევზების ისტორია არის და სიამტვილეში ადამიანი არ უსმენდა საიდან შეიძლება დაგროვდა ეს ფსიქოლოგიური პრობლემები აღმავალ კირჩხიბსაც მსგავსი აქვს ხოლმე ქალწულიც და თქვათ თხისრქაც მიწიერი ნიშნები არის ყუროსგან ცოტა განსხვავდება ეს მაგრამ მანდაც მსგავსია მაინც ისე შაბლონურად და ქალწულის თხისრქაც არის როცა მყარად გავარ მე ემოციებს არ გამოვხატავ მე საერთოდ სისტემის მსახური ვარ აი ანალოგიური ისტორია არის თხისრქაზეც და შაკეტილი მაქვს გრძნობები რა საჭიროა გრძნობები როცა არ მჭირდება ხო და ნენალა ხდება ადამიანი რომ ჭირდება კი არა უკვე პრობლემა აქვს ამის გამო რომ ის ძალიან პრესავდა საკუთარ შინაგან კონტაქტს საკუთარ თავთან და ხშირად უფრო ამ მიმართულებით მიდიან აღმავალი კირჩხიბი შეიძლება იყოს ფსიქოთერაპევტი შეიძლება ზრუნავდეს ვიღაცებს ეს ზრუნვაც რა არის ხო უკვე რაღაც ემოციურ გამოხატვას სწავლობთ ემოციების გამოხატვას ემოციები რო თურმე არსებობს უფრო გრძნობი არის საწყის ვნახულობთ ჩვენ თავში ხო და აღმავალი თევზიც ზუსტად ეგ არის უნდა იპოვოს გრძნობი არის საწყისი არა ის რომ ესეა ისეა ეს დეტალებში უნდა იყოს რეჟიმი მაქვს აქ პირიქით შეიძლება წავიდეს უკვე ქაოსი ფსიქოლოგიური თუ ნეგატიურად ავლენს ადამიანი კარმულ აღმავალს ხომ აქ შეიძლება ქაოსში იყოს ადამიანს კონდეს მწვავე ნერვოზული ფონი და ვერ ხვდებოდეს ამას ხო ძალიან დიდი დრო დაჭირდეს რომ მიხვდეს რატომ იმიტომ რომ უკვე სისტემიდან ვერ გამოდის საკუთარი სისტემიდან ვერ გამოდის და დარბის ექიმებთან სიტყვაზე უნდა მოაგვაროს სამედიცინოდ ამ დროს თავიდან ბოლომდე ფსიქოსომატიკა არის აი ეს აღმავალი თევზების პრობლემებს რაც შეეხება ხომ და ხშირად არის ზუსტად ის რომ ვინ ვარ არ ვიცი როგორ ვიპოვო საკუთარი თავი არ ვიცი და ეს არის მნიშვნელოვანი თევზურად გაიაროს ადამიანმა თევზური ენერგია არის შემოქმედებითი უნარების გამოვლენა შემოქმედებითი ეს იმას არ გულისხმობ მაინც წეროს ადამიანმა მაგრამ ან ხატოს შემოქმედებითობა ნიშნავს რომ ნენელა დაიწყო სურვილების გარჩევა საზოგადოებაში ნორმა რა არის და მე რა მინდა სინამდვილეში აი მე ვინ ვარ მე რა მინდა მე საით მინდა აი აღმავალი მე-12 სახლი ცოტა თვით იზოლაციაში გადის აღმავალ თევზს მაინც ეს თვით იზოლაცია არ ევალება
და არც გრძნობს ახლა აქ მთლიანად თვითიზოლაციაში, აი მე-12 სახლი პირდაპირ თვითიზოლაცია არის. როდესაც ადამიანი ძალიან შეიძლება მარტო დარჩეს გარკვეულწილად ცხოვრებაში, შეიძლება განცდა კონდეს, რომ აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, მაგრამ რაღაცა ხალხში ვეღარ გადის, რეალიზებას ვეღარ ახდენს საკუთარი თავის და ხშირად შეიძლება ზუსტად ფსიქოთერაპიულად, ან ფსიქოლოგიურად, ან სულიერი ინფორმაციებით, ან რელიგიით, ძალიან ბევრი აღმავალი თევზი პატრიარქის ხედვით აღმავალი თევზი არის, მოდიან რეალიზებას ახდენენ სოციუმში უკვე როგორც სულიერი ადამიანები, ხომ? თევზი სულიერებასთან არის, რელიგიასთან არის კავშირში, შემოქმედებასთან, პოეზიასთან სხვათა შორის, რაღაც ისეთ ფილოსოფიურ არსთანაც და ფილოსოფიური არამშვილდოსნური, არამედ აი ღმერთის სიტყვაზე რო დაფიქრდება ადამიანი, იქითა სამყაროებზე რო დაფიქრდება, მედიტაციები მაგალითად საკუთარი თავის მოსმენა. ახლა მე აღმავალი კარმული კვანძი მე-12 სახლში მყავს და ყველაზე კარგად ვგრძნობ ხოლმე თავს აი თერაპიები, წარმოსახვითი თერაპიები, როცა არის საკუთარ თავის მოსმენა. და აქ მე-6 სახლი მყავს და აღმავალი აი ჩემი პირად გამოცდილება რო გითხრათ. და მე-6 სახლი არის აი მაინც პრაგმატიზმი, ნაკლები რწმენა ამ ყველაფრის, ახლა აღმავალი ქალწულებიც ესე არ არიან რომ გადაეშვან სულიერებაში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი იჯდნენ სისტემებზე, მყარად. და აი ყოველ ჯერზე მქონდა ხოლმე ეს რომ აი ჯერა არ მჯერა ესეა ეს არის თავიდან რომ მითხრეს თერაპიებზე მეთქი რა სისულელია ახლა სიტყვამ ლაპარაკმა როგორ უნდა გვიშველოს რა უნდა დაგვეხმაროს ხო ეს ტიპიური დაღმავალი ქალწულის ან მე-6 სახლელის მენტალობა არის აი ცნობიერი მენტალობა და ნუ ეხა იქ თუ რაღაც ძალიან ნეპტუნი არ არის ჩართული იქ თუ მე-12 სახლი არ არის ძალიან დატვირთული აი ესეთ სცენარს ვამბობთ ხო აქ უბრალოდ ამ კომბინაციაზე რო ვილაპარაკოთ და მე-12 სახლი ამ დროს რთავს ზუსტად ამას რომ შეიძლება დიდი ხანი დარჩეს მარტო ადამიანი იმისთვის ზუსტად აღმავალ თევზებსაც გარკვეულწილად ეს ეხება რომ დაფიქრდეს ვინ არის სად არის მისი ადგილი სინამდვილეში და ყველაზე რთული ნაწილი არის, როდესაც ამსხვრევს სისტემას და მოდის სისტემიდან. აი, მე მქონდა ეგ მაგალითად სამსახურებში, როცა აი მივხვდი, რომ ეს ჩემი არ არის. არ შემიძლია ესე რაღაც აი გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე სისტემაში ვიჯდე და ის რუტინა ვაკეთო, რაც ყველას გამოსდის. ჩემ გადასახედით ესე იყო. აი მინდოდა ისეთ რაღაცის გაკეთება, რაც მაინც ყველასი არ არის. ეს ჩემი არის რაღაც, ხო, ჩემი სულის ნაწილი არის, ხო? ჩემი ინტერესის ნაწილი არის. ეს არის უკვე თევზების ენერგია, ეს არის მე-12 სახლის ენერგია. და რაც თავარია მე-12 სახლი ცოტა განსხვავდება ისევ გეუბნებით თევზებისგან. ეს პირდაპირ გადის, ახლა ძალიან ხშირად ამბობენ, რომ აი ბოლო ინკარნაცია, მე-12 სახლი ხო დასასრულია რაღაც ციკლის ან თევზები. ესე არ არის ნამდვილად. ეს უფრო არის, როდესაც ადამიანი და მოწყდეს მენტალურად და ფსიქოლოგიურად აი წარმოიდგინეთ ქალაქი სადაც ყველაფერი იხარშება, აი მთელი ცენტრი არის, მსოფლიო ცენტრი, ავიღოთ და ყველაფერი იქ ტრიალებს, ხო? აი აღმავალი ქალწულები ტრიალებენ მანდ, შიგნით და აღმავალი მე-12 სახლიან თევზი გარედან უყურებს ამ ყველაფერს. აღარ უნდა იქ შესვლა. აი ესეთი მომენტი არის, ახლა ჩემი მეუღლე აღმავალი ქალწული არის და ერთხელ წამიყვანა ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში. ძალიან სასაცილო სიტუაცია იყო. ესე იგი, 3 თვე მიმზადებდა ამ ბარათს და რაღაც მიღება იყო და აი ეს ნატო წარმოიდგინეთ, ხა მთავარი შტაბ-ბინა, სადაც მთელი მსოფლიოს იხარშება, ხო, რაღაც მთელი პოლიტიკა მანტრიალებს, ხო? და მივედი და ნუ შესვლისას ვაჭერ ამ პასს და ну გამოვიდა მთელი დაცვა, მთელი ხმაური რაღაცა და მიყურებენ და მე ჩემი გაფუჭებულია რაღაცა არ მუშაობს და თურმე ტრანსპორტის ბარათი წამიყია ნატოს ბარათის საცვლად. და ჩემი ესეთი წავედით უკან. შენი ადგილი აქ არ არისო და მოკლედ მე კი მოვხდი სხვა დღეს ოღონდ იქ იმ დღეს გამომიშვეს სახლში. მაგრამ აი ზუსტად ესეთი რაღაც იყო მე-12 სახლი გარედან ვუყურებდი
მართლა სასაცილო ისტორია იყო, ყველა მე მოკნეს იცილეთ, აი მეტროს და ავტობუსის ბარათით ვცდილობდი ნატოში შესვლას. რაღაც საქართველოს ბრჭყალებში ისტორიას გავს გარკვეულწილად და მოკლედ მე რომ მოვხვდი აი ესე ვიდექი, იქ იყო მთელი ამბები და აღარც აი შორიდან რო უყურებ ამ ყველაფერს, ეს შენი აღარ არის. არც გაინტერესებს. შენი აღარ არის, მიუხედავად იმისა, რომ ერკვევი ყველაფერში, მაგრამ შენ იქ აღარ გინდა. აი, ძალიან ისე რო აგიხსნათ რა. თქვათ და აღმავალი ქალწულისთვის ეს არის, აი, პირდაპირ ისვენებს იქ სისტემაში არის. მთლიანად ჩართული არის ხო გარემოში და მონაწილე არის ამ ყველაფრის. და ჩვენ აღმავალი მე-12 სახლერები ცოტა გარედან უყურებთ ხოლმე ესეთ პროცესებს. მიუხედავად იმისა, რომ აღმავალი თევზები ბევრინი იყვნენ იქ, აი ამიტომ მინდა განსხვავება აგიხსნათ. აღმავალი თევზი ეს არის, როცა უცხოეთში მიდიხარ, იზოლაციაში ხარ, მარტო ხარ უკვე და მხოლოდ აი საქმეში ხარ, მაგრამ აი რაღაც ბევრი დროც გაქვს დასაფიქრებლად, იქ სხვა სამყაროს ხალხსაც ხვდები, მე-12 სახლი ცოტა სხვანაირად მუშაობს აქ. აი ეს მინდა აგიხსნათ, რომ აქ ნაკლები არის უკვე ჩართულობის ინტერესი, ხო? და ნუ მე შეიძლება ისეთ რაღაცები დაგემართოთ, რომ ესე ცდილობდეთ ავტობუსის ბარათით შესვლას. და მოკლედ ესეთი აი და ისეთ ცხოვრებისეული გამოცდილებით მინდოდა ამეხსნა, ცოტა ისეთი სასაცილო გამოცდილება, მაგრამ ესეთი რაღაც მინდოდა ამეხსნა, როგორ მუშაობს სიამდვილეში და მე რომ ამას გავყევი, ვთქვათ, რომ აი სისტემებში ხარ, მაგრამ იქ არა ხარ. აღარ გინდა და შენი სისტემა გაქვს. და მე მივხვდი, რომ აი ავდექი და ჩემი სისტემას გავყევი თქო. პლუს არის აღმავალი მე-12 სახლი, ხშირად ან თევზები, როცა მოდიან სამსახურიდან და იწყებენ რაღაც თავის ბიზნესს, რომელიც არის ხელოვნებასთან დაკავშირებული. კერავენ რაღაცას, ან მუსიკალური საქვთ რაღაც მუსიკას გაყვნენ სიტყვაზე, ხო, ჯგუფში არიან. ხა მეც როგორც აღმავალი მე-12 სახლელი, მანდ ვიტყვი, რომ ხა ძალიან ბევრი წელი მუსიკაში ვიყავი. ეხლაც უკრავ ხოლმე, მიყვარს ძალიან დაკვრა და პანკ, როკ ჯგუფებში დაახლოებით 15 წელი ვუკრავდი, ძალიან ისე აქტიურად. აი მუსიკალურ სამყაროში, აი ნუ ჩემი არის. აი პირდაპირ ჩემი არის, მშვიდდები, ახლა მშვიდი ვარ ყოველთვის, მაგრამ ისე რო გითხრათ და აი მუსიკალურ სისტემაში ძალიან დიდხანს რეალიზებას ვახდენდი საკუთარი უნარების და ნიჭის. ეს აღარ არის ხო რაღაც სისტემაში რო ხარ სამსახური რაღაცა, ხო? ეს ესე მუშაობს ეს სისტემა. და პლუს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როცა არის თევზები, აღმავალი ადამიანმა პირდაპირ ხო გეუბნებით, აი გაიფართოვოს ცნობიერება. სისტემის მიღმაზროვნება ისწავლოს, სისტემის განზედგომა ისწავლოს და უნდა შექმნას საკუთარი სისტემა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ოღონდ ეს იმის ხარჯზე რომ სისტემას პატივცემს, სისტემა დევს მასშიც, მაგრამ ნენელა იწყებს ლავირებას. ამ სისტემის მიღმა ლავირებას და არის უკვე რაღაცნაირად შემოქმედებითი პოტენციალი ჩართული აქვს, ხომ? თუნდაც ახლა მე როდესაც ამ ვიდეოს წერ, ფსიქოლოგიაში ვარ, მაგალითად ხო, ასტროლოგიაში ვარ, სულიერი თემები, ეს არის ზუსტად როდესაც რაღაც სისტემა მუნცა ახალი ენერგია განვითარების. სხვები ბევრად უფრო წინაც არიან ხოლმე ამ სფეროში და უკვე ძალიან სერიოზული მედიტაციების ცენტრი აქვს, იოგას ცენტრი აქვს სიტყვაზე, ესეც თევზებთან არის დაკავშირებული, აქ თევზები მორიელი და მშვილდოსანი ერთად არის საჭირო ხოლმე. არ არის მარტო ერთ ენერგიას რო ვიყენებდეთ, ხშირად ვიყენებთ რამდენიმე სისტემას, ეს გასათვალისწინებელია, რამდენიმე სახლია ჩართული, რამდენიმე სფერო არის ჩართული. და შეიძლება ვისაც მე-12 სახლში ყავთ პლანეტები, იმათთვისაც, თქვენთვისაც რაღაც გარკვეულწილად ბევრი რამ ნაცნობი იყო. უბრალოდ ერთი არის, როცა პლანეტები ყავს მე-12 სახლში და ეს არის უკვე სხვადასხვა პლანეტის სფერო, მაგრამ კარმული კვანძები ეს არის გზა, მეგობრებო, ჩვენი. აი რა გზით უნდა ვიაროთ, რა იცვლება ჩვენ ცხოვრებაში ნელა, ხომ? აი რა უკვე იხსნება და რა იხურება ჩვენ ცხოვრებაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის სინთეზურად ნელა ჩაუხმავდეთ კარმული კვანძები რა არის,
პლანეტები რა არის, სხვადასხვა არის მეგობრებო და მნიშვნელოვანი. ეხლა მე პლანეტასთან მაქვს კარმული აღმავალი შეერთებაში და ის უკვე მთლიანად რთავს ახალ, პლანეტის ენერგიას მთლიანად რთავს, როგორც მისია, ამ პლანეტის ენერგიის გამოხატვა ისე არის. ამას ვაქცევთ ყურადღებას და აღმავალი კარმული კვანძი, რომელიმე პლანეტასთან ეს უკვე ნიშნავს პრობლემა, რომელიც წინაცხოვრებიდან მოდის, რომელიც მოსაყვარებელია და მერე გასაშვები არის ხელიდან. ასპექტებიც ყოველთვის აჩვენებს წინაცხოვრებებში რა ან კარგი გამოიყენა ადამიანმა, ან რა ნეგატივი და რომელიც მერე ნენელა ხელს თითქოს უშლის ცხოვრებაში, ხომ? აი ეს გაითვალისწინეთ. პლუს აღმავალი თევზები რაღაც საიდუმლოსთანაც არის კავშირში, ძალიან ხშირად შეიძლება, როგორც აღმავალ თევზებსაც იგივე აქვთ, რაღაც საიდუმლოსთან კონდეთ, საიდუმლო ინფორმაციებთან კონდეთ ურთიერთობა, სხვა შეიძლება ძალიან აქტიურად ორივე კლანძის ადამიანები ჩემს ცხოვრებაში, ვისაც ვიცნობ, არიან აი საიდუმლო ინფორმაციებთან შეხება რო კონდათ აქტიურად და აქვთ კიდეც, ქვეყნის საიდუმლო იქნება ეს საიდუმლო სამსახურში იქნება, პოლიცია, მაგალითად თევზებთან არის კავშირში და ზოგჯერ პოლიციურ სისტემაშიც მუშაობენ ხოლმე, აღმავალი თევზები, ესე რომ ვთქვათ. და აღმავალი თევზებიც არიან ხოლმე, მანდ რო ხვდებიან სიტყვაზე, მაგრამ თევზები მაინც რაღაც ისეთი არის, ხო, იქ რაღაც ინფორმაციების ის არის საჭირო მიღება, იქ რაღაც სხვა პოლიციურ სისტემაში, ხო? ამაში ძალიან კარგად აქვთ გამოცდილება ხოლმე კარმულ დონეზე და თუ აღმავალი ყავს, აი ეს ზუსტად ნენელა უნდა ეს ისწავლოს რაღაცას დაფარულ ინფორმაციებთან, რაღაცები ლავირება, ესე რომ გვერდიდანული, პირდაპირ არ ვეუბნები, ეს ყველაფერი სასწავლი აქვს, ხომ? აღმავალ მე-12 სახლსაც და თევზებსაც. სხვა შეიძლება ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი საიდუმლო ბრჭყალებში არის, საიდუმლოს გულისხმობ ცხოვრებისეულ, თქვათ, ისეთ თუნდაც ახლა რაც მოგიყვებით, ესეთი რაღაცები არის ხოლმე და ესეთი არის დიდად სურვილი არ მაქვს ხოლმე გავიხსნა ამ მიმართულებით, ბევრი რაღაცები არის ჩემს ცხოვრების, რომელიც არის ჩემთან და ის არის აღმავალი მე-12 სახლელების თემა. ნენელა ჩაიკეტონ შინაგანათაც. და აქ იპოვიან საკუთარ ღერცს, საკუთარ სამყაროს, რომ რაღაცა არის ძალიან ჩვენი. რაღაცა არის ძალიან პირადი, ხო? და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინმე ან მოვატყო, ან არ უთხრა, აქ ამაზე არ არის ლაპარაკი. აი ნენელა რო იკეტება სამყაროსთვის, აი ჯგუფისთვის ადამიანი. საკუთარ თავში იკეტება უკვე, საკუთარ დუმარებაში არის და საკუთარ დიალოგში არის უკვე საკუთარ თავთან. აი ეს სიღრმესაც გარკვეულწილად იძლევა მე-12 სახლი. თევზები ზოგადად ენერგია არის მთლიანად გაშლილი. გააჩნია იქ რომელ სახლში არის ეს ყველაფერი, ხომ? და აი მე-12 სახლი კიდევ უფრო თვითიზოლაციასთან არის კავშირში, კიდევ პირდაპირ სფერო არის ვიკეტებით საკუთარ თავში, რომელიც ეს არის რაღაც ზონაზე ოკეი. ოღონდ არ უნდა იყოს ახლა მე-6 სახლიც დარღვეული, რომ ახლა მართლა კი არ გაუბრუნდა, ახლა ყველაზე ნეგატიური არის ნარკოტიკების მიმართ რო აქვთ მიდრეკილება, სასმელის მიმართ და ეს რაღაც უფრო ჩაკეტვა კი არა, გაბრუება არის. ესეც ახასიათებთ. ციხეში შეიძლება მოხდნენ აღმავალი თევზები, აი ზუსტად იმიტომ, რომ იქ რაღაც არ მოხდა, ხო? არ ავლენს თევზებს ადამიანი, გარკვეულწილად ისევ სამსახურში ზის, ისევ რუტინებში ზის, ეს ისე პირობითად გითხარით და მნიშვნელოვანი არის ამის გაცნობიერება. რამდენად სწორად მივდივართ, რა ითხოვს ჩვენი სული ქვეცნობიერი, რამდენად ვართ კონტაქტზე ამ ქვეცნობიერთან და რამდენად ვასრულებთ იმას, რაც ჩვენ თავთან გვაქვს დაკვეთა. და აღმავალ კერჩხებებსაც მსგავსი აქვთ ხო გეუბნებით, იმიტომ რომ იქაც საკუთარი თავის მოსმენა არის, კერჩხებით საიდუმლოსთან არის დაკავშირებული, დაფარულობასთან არის დაკავშირებული და აი რაღაც საიდუმლოებები უჩნდებათ, რომლის გამოხატვაც არ უნდათ. აღმავალ კერჩხებებსაც აქვთ ეს, აღმავალ თევზებსაც მსგავსი აქვთ და აი ამ ენერგიებში მუშაობს ეს კვანძები მეგობრებო. მე მგონი საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო. წარმატებებს გისურვებთ და შემდეგ კიდევ ჩაგიწერთ უკვე ნენელა გავყვებით, უკვე თითქმის ვამთავრებთ ამ კარმული კვანძების თემას და იმედია საინტერესო იყო თქვენთვის. საბადროებით.